მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ისევ დავალების წაკითხვაზე შემოგიერთდით. აქეთაც უნდა წაგიკითხოთ, აქეთა კი წაკითხული მაქვს, მაგრამ თუ შემეშლება, ეგ არ აუშავს. იქ უფრო ბევრი მეშლებოდა, ვიდრე ეხლა მეშლება. ხოდი შემდეგი უნდა წაგიკითხოთ მოსიყვარული ამხანაგი. პირველ რიგში ეხლა ჩემ დავალებას განახებთ. პირველი დავალება აქ არის ზემოთა არ ჩათვალოთ. აიც ესა. ეხლა წაგიკითხავთ რა მიწერია. ანუ აგისხნით შეულებრივად. უნდა დაგვეკავშირებიან დილას, შუადღეს, ანუ ყველაფერი თავისი სახელები უნდა დაგვეკავშირო. აი, დილას ხო საუზმე აქვს. იგივე დილას ქვია საუზმე. რომ მადიხარ ჩაიცმევთ ანზე რამეს, მაგას ქვია საუზმე. რა ეხლა დაჭდები ასე და ჭამდა. შუადღეს სადილი ქვია. დამავიწყდალოს და ის დაწერა. მაგალითად ის გამოვა ვიდეო. ხო და ვახშამი ქვია იმას რა ქვია საღამოს. ახლა ბავშვებო წაგიკითხავთ კეთილ სანდროს. კეთილი სანდრო. სკოლაში მოსწავლეებს საუზმის დრო მოვიდათ. ყველა ჭამას შეუდგა. მოდით. მხოლოდ ერთი ბავშვი არ საუზმობდა. საგზალი დავიწყებოდა და სკოლაში ხელსარიელი მოსულიყო. მოსულიყო. იდგა საწყალი და თვალები გაურბოდა. თავისი ამხანაგებისაკენ და ცოტა დავმაცლე. იმიტომ რომ ტირე იყო რა ასეთი ხაზი. კეთილმა სანდრომ დაინახა ეს მაშინვე. შუაზე გავყო თავისი ყველი და პური და შესთავაზა ამხანაგს. ეხლა უნდა წავიკითხო მოსიყვარული ამხანაგი. რა სათაური აქვს ვერ მივხვდი მოსიყვარული ამხანაგი. ანუ მზე ამის მოსიყვარული ხო თელევიზია. კარგი. დავიწყოთ. მინდორში წავალ სწორებო მზე წითლად ამოდიოდა. მე იქ რა გამაძლებს თქვენი ხმა არ მომდიოდა. ბავშვებო, შემეშალა გამაძლებინებს წერია. ბავშვებო, ეს დავხუროთ. მოდით. ეხლა ზუსტად აი მოსიყვარული ამხანაგის დავალებას გაჩვენებთ. ეს არის 8 ივლისი. შინაო დავალება. უნდა დამემარჩლა აქ სიტყვები. იცოდეთ, ქართველი ვარ. დიდები თუ პატარები, ქართველები შემომიერთდეს. ერთ სტორზე რომ მარტო 3 კომენტარი მქონდა და სიცილის სმაილი დამიწერეთ მარტო 4 ცალი. მასე არ მოიქცეთ, უბრალოდ რავე დამიწერეთ. დამიმარცვლით. მინდორში. დამიწერეთ კომენტარებში რა სიტყვა გამოვიდა. მეხლა მე მაინც გეტყვით. მინდორში გამოვიდა მინდორში.
თუ თქვენ უკვე მიხვდით, დამწერეთ კომენტარებში. სანამ მე ვიტყოდი, დამწერეთ კომენტარებში. წითლად მიხვდით? დამწერეთ რა უნდა კომენტარებში. წითლად. ხმა. ხმას არა აქვს დამარჩლა. იმიტომ რომ ეს არის 0 ხმიანი რა, უბრალოდ შეხედეთ 3 არა, უბრალოდ ხმა. მასე კი ვერ ვიტყოდით. ასევე უნდა იყოს ერთად ხმა. ტირე არ უნდა. ხმა. და ერთმარცვლიანია ეს ხმა. ხო და ერთი მარცვალია შიგნით. ეხლა შემდეგი. მომდიოდა. მომდიოდა. მიხვდით ხო? რა თქმა უნდა კომენტარებში. წერეთ. მომდიოდა. მე კი ამით გემშვიდობებით, კარგად.